მოგესალმებით. დილით ჩაის მზადების პროცესში. ეს ნახეთ. ტექნოლოგია მოვიწყე. პიტნა გადმოიტანე. პიტნა. ამ ტოსტებს ხო ამხელად ჭიკლარები აქვს. ხო და შევაერთე მან. აქეთ ჩაი ატყდა. ბარაქიანი დანა და კარგად ჭრის ეს. ყესი ამან გადაუჭრა. წინა მხარეც კი ჭრის. წყალი არ მოდის. დღეს შუქი ჩაქრებათ 11-დან 8-მდე მე მგონი. მაზე დავჭერეთ. ცოტა ყველიღა გვაქვს. დღეს ესე იგი ქრება შუქი. წყალი უკვე არ არის. მერიადად გაზი ჩაქრება და დღეს მოკლედ შევარდნაძე გვყავს სტუმრად ყველას სოფელში. კაი ხმით თან სავარაუდო და კარგად ვიჭერავი. ეხლა გავუკეთოთ დარჩენილი ყველით ტოსტები, ჩაი. სანამ შუქი ჩაქრება ცოტა გავაუთო. მე შეგვიძლია ვიყოთ უსაქმურად. არც წყალი, არც დენი, არც კიბე. ვაისტეკ. вообще ისთვის მოდიოდა. პატარა პურები სამი ეტანა ხო. მინუს ჭიქა ბაწაწინა. ეს ლაშას. ახლა მიგნა აღიდა. ესე იგი მეწუხელი ვიცი ხალხნობის რატო დამეშალა. Facebook-ზე ვინც მყევხართ. კი გეცოდინებათ რაზეც ვამბობ. და ვინც არ იცით, აი ხა ჩაგიგდეთ მაგ ვიდეოს. რძე მამაკაცსაც მოუვა, თუ კი ის ბავშვს ძუძუს მიცემს, იმიტომ რომ სარძევე ჯირკვალი კაცისას და ქალისაც არის ერთი და ნახეთ. მოკლედ. მე ამ ქალის პროფესიონალიზმს არ შევეხები, იმიტომ რომ ასე თუ ისე
ვიცი, აქაც ვიცი სოფელში მარტყოფში, რომ მისი მეთოდებით ზრდიან ბავშვებს და საერთოდ არ ემდურიან და ძალიან კარგად მიდიან და ჯანმრთელები არიან და ჯანსაღები და იმაზე ჯანმრთელები ვიდრე სხვა ბავშვები ან მაგას არ ვეხები, მაგრამ აი ეს კონკრეტული თემა კარგად ვიცი. მერთო მე გამორჩა სადმე კაცი რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევს. ანუ რავი, შეიძლება გამოუმუშავდეს თუ პირდაპირ ძროხა შეუერთებ ამ კაცს, მაგრამ ეგ მკერდი, ხო, ყველასა. ეგ ჭიპიც აქვს და მუცელიც, გააჩინოს ბავშვი მაშინ. ესე მე კომენტარებზე ვიცინე. დილასაც პირველი რიგში გავიხოდე. ეგ ვნახე, რომ მეთქი რა ხდება, მე შევიდები რა. კაი ხო მესმის. ნუ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ანუ შეუძლია კაცო. რძე გამოიმუშაოს, ანუ გამოიმუშაოს რა ძროხა ხო არ არის, მაგრამ თუ ბავშვს ძუძუს მიცემს. ანუ ეგ კაი, დავანებოთ თავი არ შევეხოდე, მაგრამ მე ხალი არ მინახია, რომელიც შობიარობის გარეშე შეუძლია, რომ რძე ჰქონდეს და კაცმა ბავშვი ყავს შეხორცებული და რაღაცა, ანუ ვერა, დავაგარში. რა გავაკეთო? ანუ იყო მოსაზრება ხო, რომ სადაც ეგ ვიდეო ვნახე და ისა რომ ხო არსებობსო და რა, კარგით ხარ. მაგრამ პრინციპში ძალიან კარგია. დღეს ეგი სადღაც 7-დან საღამოს 12-მდე რომ მე ვიყო. არა, ყველაზე მაგრად გავუყოფი ხა დროს 6-დან 12 და 12-დან 6-მდე ლაშა იქნება. ბავშვის აღზრდაში ორივე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხო ეგრეა. თეორიულად დადასტურდა რომ კაც შეუძლია რომ ძუძუ აჭამოს. აჭამოს კაც. ერთი რუჩველი. მოკლედ. ხუმრობა იქით იყოს თუ აქეთ იყოს, მე ღამის მე და ვიშოვე. ეგრე. ეს აღარ მინდა მეტი მე მგონი. ბავშვებით შეჭამენ ალბათ სადამდე წყვილი ეყოფათ დღეს. არ ვიცი რა, გადაგვარდა მართლა ყველაფერი. კარგი ხარ ხო რა. რა ის კაცი და რა ის ძუძუ და რა ის ბავშვი და რა ის რძე. ეგე თუა, თუ ესე თუა, თუ როგორცა ქვია. ორიენდანა ჩავაბურნა ეგრევე. რატო მაგალითად ერთ შვილს ქალი არაჩენს, ერთ შვილს კაცი მოიცა. ერთ შვილს დედა არაჩენს, მეორე შვილს მამა. ესე იგი, ეგ გამოდის, რომ იოანე და ერთი ლაშას სიტუაცია რო იყოს. ესე იგი, იოანე გააჩინა ლაშამ, ბარბარე მე, ნინო ლაშამ და გაბრიელს მე ვაჩინ. აი ეს არის შეთანხმება, გენაცვალეთ. შეიძლება ეგეც იყო და მე არ მახსოვს. კარგით რა, მართლა კარგი. ეს რამოდენად აფხვენია, ეს ნაფხვენები რომ ესე ჩავაკონციალო ამას ყოველას ხავკარო. აუ, გუშინდელ ვიდეოზე ბარიატრიაზე და რაღაც მარათონებზე რომ ჩავწერე ვიდეო ხო იცი. ან თურმე რა ხარ მაგას წეღად შე ვიდეოზე ვნახე კომენტარი რა და ვერ დავიმახსოვრე ის სახელები რაც პროცედურებსაც ანუ მე ეგორი სახელი ვიცი. ბარიატრია ვიცი. იმის სახელი არ ვიცი, მაგრამ აი მუცელს რო იჭრიან კანს და რო იჭიმავენ ეგ სახელი არ ვიცი, კაცო სახელი და გვარები არ ვიცი მე მაგ ოპერაციისა.
თორმე კიდე ყოფილა რაღაცეები და მე უფრო იოლ ფორმებში ვიცოდი. არსებობს თუ რაღაცები, რომელსაც ხალხს გაკეთებული აქვს და მე კვების მარათონი ჯერ დაკეთდა. და ვუყურე TikTok-ზე შეხვდა ბიჭი. კვების მარათონს უწევს რეკომენდაციას. რავი ახლობლისას თუ რაღაცა, მაგრამ ხო შეიძლება ადამიანო ორი სიტყვა დაიმახსოვრო, რომ ასე რომ გელაპარაკებით, იქ არ ვიყურო რა წერია. თქვი, შეუხერო კვების მარათონში გიწევთ ამადამ ფასა, ჯანსაღი კვება, ჩვენ გაგვიმარჯოს, რა სიყურები. დამაჯერე რომ შეცაგჯერა. კვების მარათონი. რა ის კვების მარათონი ხალხო, აი იმას რომ პუშ ჩადებ და გადაუძგნავებ. მაგრამ ჯანსაღი სახლის არის. ჩემი ძროხის არის, მაგრამ ძროხა ხარ გვინდა ახლა ძეზე გერაცვალე. რა ის ძროხა ძალიან ძვირი შესაძახის გახდა. ხდება რა გახდა. ანუ ძროხას აქეთი ინახავ თუ ბევრი არის, ხო რა? ამიტომ ალტერნატივა მიპოვეთ უხელი. რაც უფრო მეტი კაცია ოჯახში. მეტი შემოსავალია. ეხლა ვაპირებ რძის ქარხანას შევუთავდე რა. გადამამუშავებელს როგორც აქვია. ამასობაში ტოსტი გზათა. ხამოცას ჩავდებ, მეც აღარ ჩავდებ მე. მე მგონი ისე ყოფათ მაგათ. იმას დავჭრიბარებ და ისე ჩავდებ, თორე არც პატარა თავი იყო და არ შემინახია, არც წყალში, არც დაფარებულში, ესე შრალად ნედოთ ჯამში და შეშრა რა, თორე არის უგემრიელესი. ეს ყველი არის ლილოს დასახლებიდან. ჩემ მამამთილს მოაქვს ხოლმე და არის უგემრიელესი. ოღონდის არანაირი ფხვნილით ყავს ძროხები კაცს და ისაკეთებს. ძალიან გემრიელი ყველია. ყველაზე კაი რა არის კიდე პატარ-პატარები დარჩა და ვერ გადაყოლი ამას. ოჯახი ზუსტად არის გაკეთებული. სულ ნერვიულობდი ხოლმე რომ ჩემს შვილებს უყვართ ძერძის პროდუქტი, მაწონი, ხაჭო, ყველი, რავი, თვითონ რძე, კაკაო და ყველაფერი, რაც კი ზესთან არის ახლო. ყველაფერი უყვართ. სულ წუწუნებდი რომ რა უბედურობა ამოდი, რა ფასებია. მაგრამ რა მაწუწუნებს ახლა ძროხის შენახვა იაფი არ არის. ამიტომ კაცებს ვამრავლებ ოჯახში. შემოსავალი გერაცვალი უფრო მეტია. და ჭამენ იმას, რაც გააქვს. დილით ჩაი, თაღო სუპი. შვენიერ. აი მეხუბრობა იყოს, მაგრამ რა გვეშველება. სიტყვა რა გვეშველება. ანუ იქ TikTok-ზე სადაც ვიდეო ნახე, დიდი ომი იყო კომენტარებში, რომ ეს ქალბატონი მართალს ამბობს რაღაცა. მართალს ამბობს, რომ მკერდი აქვს. ჯერ ქალი მანახეთ მშობიარობის გარეშე რომ ბავშვს არ ჭამოს. ჯერ ქალი მანახეთ. რომელსაც რძე აქვს მშობიარობის გარეშე. ჯანდაბას კაცსაც დავიჭირე.
ეხლა იცი რა სიტყვია მალე. საშინოს ნუ აქვს ცოტა მარჯვნივ, არ მარცხ. სადღაცა აქვთ. რომ დაგვჭირდეს. სადაც რძეს გამოვიყენებთ, ისე გამოვიყენებთ იმას, საშინოს. ქალი ვერ გააჭირს, კაცი გააჭირს, რა პრობლემა? რაი პრობლემა? არანაირი. ეს რა ჩამოვიტუტყდე ხალხ რომ გაგანში? აი ეს რა. სულ შევიგარე ცხილი ზედა. ფისოს რაც შეეხება არ მოსულა. ვცდილობ მაგის ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. აქაც კარგად გამოუვიდა ყურადღების გადატანა, ოღონდ გართლა. წავალებ ხამე საუტანიმად. მე ჩამოვალ და მეც გავიკეთებ ჩაის. ერთი წუთი. მეც მოვედი. ესეც დილა. 11-დან 8-მდე ოდლაშამ დამიდასტურა. შუქის ჩაქრობა გაქრობა. ამასაც ეყოფა ტექნოლოგია დავშალოთ. სკამი. ეს აქეთ. ნახეთ მე რა მაქვს. მამიდამ გამომიგზავნა. ძალიან მიყვარს ეს. აი იქ უნდა დავტოვო ცოტა ისე გამოჩნდეს. ეს. ცოტა ჩავდოთ აქ. კი ვიცი, კაი დღეს არ დამაყრის ამაღამეს, მაგრამ ამაღამდე დიდი დროა, ცხაჯერ მოვინელეთ ამას. ბოლო-ბოლო ლაშა რომ მოვასწრებდა, ვიყურს ზეხუარა აქ. აი იქ მინდა ეხლა ჩავიდე. ემაში. თაფლის ჭამა არ შეიძლება და სენიჩკის ბავშვი იქნება დორბლიანი. აი მეღმერთო. აბა გვაქვს ტოსტი მზად, გვაქვს პოლიცალი. რაცა. ეში ძულა ქოდეს. უჭერი არა მაქვს ბევრი დასალეცხი. აი გოგო ვარ. უბრალოდ ცეფშებია გასარეცხი და ჯამი ავიღე. რომელი საათია ხახო, რომელი საათზე ვჭა? ხრის 22 წუთი. აი ჩემი ბიზუნი. ეს არის AI-ით გაკეთებული ვიდეო. სურათი ჩავუგდებ და ვიდეოს გიკეთებ და ჩემი ცხოვრება აქ. რომელიც ძალიან მეიმედება რომ მოვა. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. მაინც სუთვალებით ვეძებ. სუ. მაგრამ მე იცი რა და მე ნერვიულება ყველაზე ძალიან რო წავიდა და ხო იცი სო გაგულავება და რაღაცა და მივაო და მოვაო და რაღაცა ეგ თემა არა ხო წავიდა მოვიდა ხა თუ ბუნებაში და კატის იმაში დევს ეგ უნდა წავიდეს და სულ დააბა უნდა წავიდეს
მაგრამ აი ხო ვეძებე ყველგან რა და ვერსად ვიპოვე ხა სად ვიპოვი და სად მოძებნი მასე, მაგრამ აი ხო ვეძებე და ვფიქრობ რა რომ აი რაღაცა უჭირს. ან ძაღლმა, ან რაღაცა, ან ვინმე რაღაცა და რაღაცა უჭირს და ვერ მოდის სახლამდე და აი მაგაზე მეგლიჯება გულდა მენერვიულება რომ ვერ პოვლობ, იქნებ როგორ ვჭირდები და იქნებ როგორი შველა უნდა. აი მაგაზე რომ მეფიქრება, ბეკში ადის ჩემი ის რა ქვია. ემოციები ხო და ძალიან იმედი მაქვს რომ იგი არ არის და კაი წავიდა თუ кайსეი და წავიდეს და წავიდეს. უბრალოდ არ მინდა რომ მელოდებოდეს მე ვეიმედებოდე და მე ვერ პოვლობ. ყველას ძალიან ის მეწოდება ის შავი მაგასთან ერთად რო გაიზრდა, მაგან რო გაზარდა და ეხა როგორც ობოლი ბავშვია იზრდის და მეუყურებს ეხლა კი. ჩემი ბუერა. წავედი ხალხი მოკლედ დაგემშვიდობებით. თემა იყო ეგ. ეგ ახო რა, რაც აქვია. რა ვიცი, აბა თქვენი აზრით დამიკომენტარით და მისაკეთ, რა ვიცი, შეიძლება რაღაცას რაღაცა ბიოლოგიურად არსებობს, მაგრამ კაცი მომიყვანეთ, რომელიც აჭმევს ბავშვს რძეს, ჩვეულებრივ როგორც ქალი. მაშინ ჩემს სიტყვას უკან წავიღებ, აი მანახით. მეც გამიხარდება რომ ნახო. წავედი ხახლა, აბა თქვენით, მაგრად იყავით. მუკბანგს არ ვაპირებ. ჭანს რაღაც უნდა ვიყვებო, რომ მე მარათონი უნდა გავაკეთო. ერთი არ ჩართული ხართ. როგორ მოვიმატოთ დღეში 9 კილო? ზოგს ხო ეგეც სჭირდება, მე მაგ მარათონს დავიწყე. თავისუფლად. გავქაჩავ. აბა ჰე, დავიწყე.